სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეზე თბილად მოგესალმებით, პატივისცემითა და სიყვარულით. აპოლო გაიქცა. აჰა. ვაი, მეგ როგორ გაიქცა? ჰეი! გაჩერდი არა. მოდი ტაისონ. გაჩერდი. არა. ბიჭებო, ხედავთ რა უბედურება შეგვემთხვა ვიდეოს დაწყებისას. აპოლო ნახე სარზე მიბმული იყო. სვიმა მოვიდა, მიწა დასვემდა და რო დარბილდა, სარიც ამრიც ამოგლიჯა, უცებ აქ მოვიდა და ერთი ამბავი ატყდა ის მასზე, ეს ამაზე. მადნობა ღმერთს დავაშორეთ, სერიოზული პრობლემა არ არის, მაგრამ მართლა გული შეგვიწუხეს. საერთოდ არ იყო მარტივი, ესკობარიც გადაიღე, აპოლომ და ესკობარმა ცუდა იკამათეს. პატარა ნაკაწრები აქვს, ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, მაგრამ ძმაო, ძაღლები ძალიან ბევრნი არიან. ტაისონი იქ იყო, თქვენ ვერ ხედავთ. ტაისონი იქ არ შესულა. იქ ჩაწერა, შევწყვიტეთ წყლის დასასხმელად და იმ დროს ტაისონიც შევიდა. იცი რა, აიგედა პრობლემა. ტაისონი, დედე, მარაზი, ესკობარი, აპოლო, არესი, ყველა ერთად. ვერ გავიგე, ვისზე უნდა მემოქმედა. სინამდვილეში ეს არაფერს აკეთებდა. პირდაპირ ესკობარი დაესხა თავს თუ სწორად მახსოვს. ნახე, ისევ დაიწყო, კარგი ესკობარ, ჭკვიანად იყავი, დამშვიდდი. მერც მადლობა, ეხლა გაიქცა, წარმოვიდგინეთ, როცა ფერმიდან გამოვედი, მაშინო გაქცეულიყო. მერც მადლობა, ეხლა ჩვენს თვალწინ მოხდა და დავინახეთ. ძმაო, მიწა დარბილდა წვიმისგან, ნახე ზიკეი ამოიღო. მოიცადე აპოლო, ერთი წუთი შვილო წინ არ გადამიდგე, ეს ზიკეები სადმე უნდა დააბეტონო ნამდვილად. ყველაფერი ტალაფში ამოსვარეთ, ღმერთმანი, მართლა. მოიცადე, ეხლა ესმა დავამაგროთ. ეხა ეს ზიკეი კიდევ ერთხელ ჩავარტყათ, ძმაო. მართლა ღმერთის წყალობით ჩვენ აქ ვიყავით და ასე მოხდა, ხედავ. ღმერთმანი, ჩვენ რო არ ყოფილიყავით, დიდი პრობლემა იქნებოდა. ეს ზიკეი კარგად ჩავარტყათ მიწაში, იმის კარგად დასამარხად კიდევ ქვასაც ვდებ, აი დროთა განმავლობაში ქაჩვით ამას არბილებს. ამას მხოლოდ ბეტონის დაღვრა უშველის, ეხლა რაც შეგვიძლია ქვით ჩავარტყათ, ძმაო. კარგი, ეხლა ამას ვეღარ ამოიღებს. მართლა ძმაო, ნახე რა დაგვემართა. ფიცაო, აღარ ვიცი, ვის როგორ მივეხმარო, მართლა აღარ ვიცი, ვის როგორ მივეხმარო, ძმაო. აპოლოზე არაფერი იყო, მასზე არ გადავიდა, რადგან ბეწვის სქელი აქვს. პირველ ეტაპზე მარაზმაც კი შეუტია ამას, მერე მარაზი გადავიდა ესკობარზე. ფაისალიც ყვირის, ფაისალიც გაბრაზდა. ფაისალ, მოდი ლამაზო ბიჭო, მოდი. მოიცადე ძმაო ეხლა. რაცა გავაკეთოთ, მოდი ესკო, მოდი. ესკოს ჩავკეტოთ გალიაში. ფაისალ, მოშიებული ხარ ფაისალა? ლამაზო ბიჭო ჩემო. ჩვენი ძაღლებიდან ყველა დომინანტურია. გერმანული ნაგაზი, როტვაილერი, კეინკორსო, დობერმანი, ბოქსერი. ნახეთ და კიდევ აპოლონებს ცხემს ძაღლებს უწოდოთ. ყველა ავტორიტეტული ცხოველია, დომინანტური ცხოველები, ლიდერობის ინსტინქტი ძალიან მაღალი აქვთ. დარწმუნებული იყავით, ამ ჯიშების ერთმანეთთან შეწყობა მიჩვევა ძალიან რთულია. ხანდახან ხდება, ესენი ხო დეკორატიული ძაღლები არ არიან, ნორმალურია ესეთი რამ. დაიცადე ესკო, მოდი წამოგიყვანო აქ შვილო. გადი ესკო. გადი შვილო შენ. ესკო ამ გალიაში გადი, კარგი? ესკო პაშა, შენ იქ დაისვენე ცოტა, მართლა გეფიცები. თანაც ცოტა ხანში მაზლუმს უნდა გამომეყვანა, ნახე, კარგია რომ ეს მაშინ არ მოხდა, როცა მაზლუმი გარეთ იყო. ეხლა მეგობრებო, დღეს ჩვენი თემა რა არის? დღეს მაზლუმ ბაბას გამოვიყვან. დიდი ხანი არ ვინახავს ის. ვიფიქრე მაზლუმთან ერთად ვიდეო გადავიღო, მოგენატრათ მაზლუმი გამოვიყვან მას. მოდით ისე მივიღო ჩვენი ზომები, ძმაო. გარეთ ეხა პრობლემული ძაღლი ხო არ არის? მარლა, მოდი, მარლა, სად ხარ, მარლა, დედოფალო. სად არის ჩემი ლამაზო? მარლა, საყელოს მოხსენი, ვნახე რომ წონაში საკმაოდ აქვს მომატებული. მოუჭერდა და საყელო მოხსენი. ალბათ პრობლემა არ იქნება, მაზლუმს მაინც არ გაუშვებ. საბელით ვასეირნებთ მას. ფისტიკი, სად არის ეს ლამაზო? იხვებზე მონადირე ფისტიკი, რატომ დაესხი იხვებს? დღეს არაფერი გააკეთო მეთქი გითხარი. ნახე, მათზე იყო გაბრაზებული.
იცით, ჰექტორი და ზეინა გვერდ დავაყენეთ, რომ შევაცვლოთ, მაგრამ დღეს მეგობრებო, ზეინას კარლოსთან ერთად გავუშვებ. ჰექტორთან შეწყულებისას საკუთარი თვალით ვერ დავინახე ჯერ. ამიტომ კარლოსთანაც ვთით. თუ გინდათ ამის ცალკე ვიდეოც გამოვიდეს, კომენტარებში დაწერეთ, როგორც წინა ჯერზე. ამჯერად კარლოს ზეინასთან ერთად წავიყვან და მინდორში გავუშვებ. შევეცდებით შევაწყვილოთ და ნახოთ კარლოსი და სიზამს. ჰექტორივით მოიქცევა თუ პირდაპირ გადახდება, მაინტერესებს. კარლოსთანაც უნდა ვცადოთ, რადგან ჰექტორთან ჯერ კიდევ საკუთარი თვალით ვერ დავინახე. ანუ ასე რომ ჩაიკეტა. ნახე, 100-ლთან ნახე, 100-ლთან ჩაიკეტა, იქ პრობლემა არ იყო, მაგრამ ზეინასთან რაღაც პრობლემა იყო. ვერ გავიგე რატო. ალექს, ფსიქოპატი ალექს, რა მოხდა გოგო? ისევ დაიწყე თავის გლეჯა. ჩემო ბავშვებო, ვის უყვირი შვილო? დამშვიდით, იმ კანიბალებს შეხედეთ. და ამათაც შეხედეთ, მარტო ესენი ძალიან ტეფენ. საყვარელები ხართ, კარგები ხართ, მაგრამ ძალიან კებთ ბავშვებო, გაიგეთ. ჰე, ჩემი ლომებო, რა მოხდა? ამ გიჟმა გუშინ იენიში მიიტანა იხვებზე. ეხლა ნახეთ, ბარტყებსაც უნდა ვაჭამო, ეგეც გაჩვენოთ, კარგი? მოიცადეთ, აქ მშრალი საკვები დავდე, მეგობრებო, მოდი ისავიოთ. ხო, უნებურად პანიკაში ჩავარდი ეხლა, ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე ის წინა შემთხვევის პანიკა. ჯერ კიდევ დაძაბული ვარ. უნებურად, ადვილი არ არის ძმაო, ჩარევა. ჩემი ლომებო, როგორ ხართ, მამა ეხლა საჭმელს მოგიტანთ, გაიგეთ? შეხედე ამ ქარიზმას. მაშალლა ჩემს შვილებს, მაშალლა ჩემს ლომებს. ესენის დილიდანვე ჩხუბობენ. ჰაიდუცსა და დესთან შორის კარგი კონკურენცია. ის მას ესხმის თავს, ეს ამას ესხმის თავს. იქიდან კი მდედრები ერთმანეთს ესხმიან თავს. და როცა მათთან რო შეხვალ, ისე გაწუხებენ, რომ გინდა ყველაფერი მიატოვო. სპორტული შავლისა და სვიტერის დახევას ცდილობენ, ძმაო, გესმის? პირდაპირ გეკიდებიან, ეს მათი ჩვევა რო ასე გეკიდებიან. კარგი, პატარაობისას ვამბობთ, რომ საყვარლები არიან, მაგრამ როცა გაიზრდებიან, პრობლემას შეგვიქმნიან. მიალეო, აილეთ სუნი, ხო გოგო, თქვენი საჭმელი მალე იქნება, მოითმინეთ. ფისტიკი მოვდივართ, კარგი გოგო ხარ, კარგი. მოდით მეგობრებო, შევიდეთ შიგნით. ფისტიკი, დამაცადე გოგო, დამაცადე. ფისტიკი, დამაცადე, ლამაზო ჩემო, დამაცადე. კარამელ, როგორ ხარ, კარამელ, ძმაო, მოიცადე, დედე ვერ შედის, ხო? კარი მოვაწესრიგეთ. დილით აქ მუშაობს, საჭმელს ვამზადებ. არესი უცებ გადახდა, გიჟი იხვებს და ესხათავს, მაგრამ მადმობა ღმერთს ვედაფერი ავნო. ყოველთვის ეს დედეს ბრალია. დაიცადე ფისტიკ, შენც მოგცემ. შენ ამ ქათმებსაც მიუგდო რომ ჭამონ, მათაც მშრალი საკვები ჭამონ. ჰე, ჩემი მტრედებით შეიკრიბნენ. შეიკრიბეთ, მოდი წაიგეთ. აი წაიგეთ მშრალი საკვები, ჩემო ლომებო, გემრიელად მიირთვით. დაიცადე ბონჯუკ, შენაც შეჭამ მშრალ საკვებს. ხებს ზაღლი საკვები არ უყვართ, ნახე? ფაისალი უყვარს, ესენი არ უყვართ, არ ჭამენ. ეხლა ნახე, ჩვენი საჭმელი ღუმელში იყო, ისევ ერთი ქათამი მოუხარშე და ვნახავ თუ გაცივდა. ეხლა საჭმელს მივცემთ, ჭამონ უმერთის წყალობით. დაიცადე ფისტიკო, დაიცადე, აუ, ნახე ამას, ნახე. ნახე როგორ გამოუშვა წვენი, ხედავ? მაშალლა. ეხლა ეს ქათმები კარგად მოუხარშეთ, ეხლა ესენი ჩვენს საჭმელში ჩავკაროთ. მეგობრებო, ზადა? ფისტიკო, წაიგე ჩემო კარგო. ფისტიკო, წაიგე შვილო. ცოტა ცხელი კიდე ჯერ არ გაციებულა. ეზატ ორ გაციდა, რამდენი საათია. ღუმელში დახურული იყო ხო ალბათ მაგიტომ. დაიცადეთ ახალგაზრდებო, თქვენც მოგცემ, დაიცადეთ, თქვენი საჭმელი ეხლა არაა, საღამოსაა, ნუჩქარო. ეხლა ვაი, ძალიან ცხელი ყოფილა. ეხლა ამაში დაახლოებით 1 კილოგრამ ნახევარი სპეციალური ლეკვის საკვებია, მეგობრებო. ეს ბანძი საკვები არ არის. გაითვალისწინეთ, რომ ახლა რასაც ვიყენებთ, ამ საკვების ტომარა 4150 ლირაღის, ანუ ძვირიანი საკვებია. 15 კილოგრამი 4150 ლირა. მე კიდევ ამ საკვებში ქათამსაც ვამატებ. კარგად ხარშავ ქათამს, ხო გაიგეთ. შემდეგ ჩვენს ლეკვებს ურევ და ასე ვაძლევ. ეს მათი ერთი დრის ულუფაა, დღეს დილით არ მივეცი, მხოლოდ ერთჯერ მივცემ. სინამდვილეში ლეკვებისთვის უკეთესია სამჯერადი კვება და ნაკლები რაოდენობით. ეხლა ასე ბევრს რო ვაძლევ, ძალიან იბერებიან, ბევრს ჭამენ. სინამდვილეში ასე ბევრი ჭამა კარგი არ არის. მოდი დღეს ასე იყოს. ხანდახან ასე ხდება, მაგრამ უმჯობესია პატარა ნაწილება დაყოთ და დღეში სამჯერ მისცეთ, მეგობრებო. ეხლა ჩვენი ქათამი კარგად დავაკუცმაცოთ, კარგი? თუ არა და ეს პატარა ბანდიტები საჭმელს არ ჭამენ, ქათამს ჭამენ, საჭმელს აღარ ჭამენ მერე. მე რო ამას ჩავდებ, დილამდე არაფერი რჩება, დილამდე ყველაფერს ჭამენ. არა უშავს, ნახე როგორ კარგად გამოუშვა ქათმის ბულიონმა კოლაგენი და ცხიმი, ხედავ? მაშალლა, ეხლა ამასაც ვამატებთ აქ
სამკურნალოა. სამკურნალო ძმაო, საჭმელიც კარგად იწოვს ბულიონს, ხო ასეა, აჰა. ჩვენს ვაჟკაცებს ჯამთელობა. ეს ზირიც ფისტიკ ხანიმა დალიოს. ფისტიკ. აიგე გოგო ეს. თალიე ფისტიკ გოგო. ისიც შიგნით ყოფი ქათმის კვალშია. ფისტიკის კვება, ციკის კვება ცალკეა მეგობრებო, მას საღამოს მივცემ. ეხლა ამას არ შეჭამს, ქათმებს დაალევინებს. ფისტიკ. თალიე ეს გოგო. ქათმებმა არ დალიონ, შეჭამე ეს. წაიღე. სინამდვილეში მოიცადე, მოდი ფისტიკს ასე გაუკეთოთ, მოიცადე. ამ საჭმელიდან, ქათამიდან ფისტიკს დაუმატოთ, კარგი ძმაო? კარგი. აი ფისტიკ, ნახე, ეს შენ ასე წაიღე, კარგი ლამაზო. ის შენ შეჭამე, ქათმებს არ აჭამო, ჩემო საყვარელო. გარგოს ჩემს პატარას ასე არ დატოვო და არ წახვიდე, ლამაზო გოგო, არ წახვიდე. მოიცადე. მოდი ეს ავიღოთ მაშინ. სინამდვილეში ცოტა ხანში მივცემთ. მოდი ეხლა ეს ჩვენს ლეკვებს მივცეთ, აი ამ ჩვენს ლომებს რო ჭამონ, სანამ მათთვის ასეთ რამეს ვამზადებთ. მათ ასე რომ უყურებ, როცა ჭამენ, სიამოვნებას ვირებ, ხო იცით? ნახეთ, როგორ ჩამწყრივებულან, მოდიან ჩემი ლომები, მოდიან. საკვების სუნი იგზნეს. მოიცადე დედე, არა დედე. ნება მომეცი, მოიცადე დედე. ცელქო დედე, გაჩერდი. შენი ეხლა ზეთს და წყალს რო დავამატებ, ქათამსაც რო ჩავდებ, ალბათ 3-4 კილო გამოვა. ზად ვართ ახალგაზრდებო? დავტოვო, წაიღეთ, წაადგეს ჩემს ლომებს. მაშალა ჩემს ლომებს, ჯამთელობისთვის, ჯამთელობა იყოს, წაიღონ ჩემმა ლომებმა. მამა თვალივით უბლის მათ, თვალივით. მოხედე, დანარჩენებსაც გადაიღე ერთი. ისინი ქათამი წაიღეს და იქით გადავიდნენ, ხედავ? ქათამს ჭამენ, საჭმელს მერე ტოვებენ, ნახე. ქათამი რო იხარშება, კარგად გამოუშვებს სვენს და მათთვის უფრო გემრიელია. ბეწვი, მაშალა ყველას უბწყინავს. ბეწვი ძალიან მოვლილია ჩვენი შვილების, ესეც მათი ცხიმის გამო. აი ესეთი ბარტყები არიან მეგობრებო. კვირაში ორჯერ. მაგალითად ორშაბათი კვირა, ორშაბათი პარასკევი, ან სამდღიანი ინტერვალებით თუ მისცემთ ესეთ ორაგულის ზეთს, ქათმის ზეთს, ან თუნდაც ერთ ჩაის კვს ზეითუნის ზეთს, დაუმატებთ საჭმელში, ხუმბულები უბწყინვალესად იქნება. მაგრამ ყველაფერზე მეტად ბარტყი ხარისხიანად უნდა გამოკვებო. თუ ცუდად გამოკვებავ, რაც გინდა ზეთი გამოიყენე, სარგებელს ვერ მიიღებ. ხარისხიანად უნდა გამოკვებო, გესმის? კარგად უნდა გამოკვებო, რომ ბუმბულები სუფთად და ბრწყინვალედ იყოს. ჩვენ როგორ უვლით, რომ საკვების ტომარა ხა 4150 ლარია, ნახე საკვების ტომარა. უნდა მისცე ძმაო თუ უვლი. უნდა მისცე, აბა რას იზამ. ვიყვას, ვცდილობთ. ხო, ეხლა ახალი საკვები მოგვივიდა, ისიც კურიერშია. ცოტა ხანში წასაგებად მივალ. მისი ტომარაც გონი 12 კილოა, ან 11-4 კილო შეიძლება იყოს, ზუსტად არ მახსოვს ეხლა. ნახე, ისიც 4750 ლარია, ნახე. საკვები 4750 ლარია. მხოლოდ იმისთვის, რომ ბაჭიები ძმაო ჭამონ, ჩვენ მათ ლომებად ვაქცევთ. გადავწყვიტეთ, თვითონ არ ვჭამთ, არ ვსვამთ, თავარია ისინი ჭამონ, კარგად დანაყრდნენ. ეხლა ნახე, მაზლუ მამას ავიყვანთ, კარგი? მაზლუ მამა იმედია გარეთ ყოფებთან არ იჩხუბებს. მაზლუ მამა მოგვენატრა, ხო? მე მაზლუს უშვებ ამ დროსაც. ეხლა მარაზიც გამოუშვი. მარაზი დილით ცოტა უძნური იყო, თითქოს გული ერეოდა, ვიფიქრე გამოუშვებ, იაროს მეთქი. მერე თავის თავს დაუბრუნდა, გამხიარულდა. ბალახს ჭამდა, ალბათ მუცელის ტკიოდა, მაგან გულისრევა გამოიწვია, დილი და უშვებ მას. კიდევ ვიფიქრე, არ ჩავკეტო ადამიანი. ესკობარიც უკვე ღამით თავისუფლად უშვებ, ისიც მოდის კონტეინერის ბოლოში წვებიან, ესენი ღამით სულ გადამრევენ, გუშინ ღამით ალბათ 6-7 ჯერ მაინც გავიღვიძე. დედე დარბის ფანჯარას აბრახუნებს, როცა მძინავს ღამით. დარბის ფანჯარას აბრახუნებს, არ მაძინებს. ღამით დედე და მარლა ორივე ერთნაირები არიან. ტაისონიც სულ გამოდის ფანჯრიდან უყურებს შიგნით. ღამით არ მაძინებენ, ადამიანს აშინებენ. მაზნუმ ბაბა, მზად ხარ მაზნუმ, ჩემი სიმპათიური ბიჭი. მოდი ვნახო, ჯერ მაზნუმს მოვამზადებ. მეგობრებო, დამელოდეთ, თქვენც ხო უნდა გეთქვათ ნახვამდის. არ გამიტეხოთ, გთხოვთ. თქვენგან თხოვნა მაქვს, თუ ამ ვიდეოს მოიწონებ, გამოიწერ და კომენტარსაც დაწერ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ გამიტეხოთ, გთხოვთ. მხარი დამიჭირეთ, მოიწონეთ, კომენტარი დაწერეთ, ემოჯი, 100 რამე დაწერეთ კომენტარებში. გულიც კი იყოს, თავარია რამე დაწეროთ. თავარია მხარდაჭერა იყოს. ეხლა მოიცადეთ, ნახოთ. მაზნუმ ბაბა მოვიდოვიდა. მაზნუმ ბაბას კართან არ ესიელოდებოდა. როგორც კი დაინახა, მაშინვე წამოდგა, ნახე. მაზნუმი მყავს, ხო იცი? მართლა შესანიშნავი შვილია, ნახე. თავდაჯერებულობა, ქცევები, ასეთი აქვს.
იდეალური შვილია. მაზლუმი მართლა ძალიან მიყვარს მე. ძალიან უშიშარი ბავშვია, ქუჩებში გაიზარდა და იქ გაიზარდა. ამიტომ განსაკუთრებული თავდაჯერებულობა აქვს მასში. ჩემი მაზლუმი ძალიან ძვირფასია. ეხლა მე მას მუდმივად ვერ ხედავ. ცოტა ჩხუბის მოყვარულია, ხო იცით? თუ გაბრაზ და ჩხუბობს, ხო მიხვდი? ამიტომ როცა სხვა მამრზაკლებს კეტავ, მაშინ უშვებ მას. თორემ ხელი დავატარებ ასე. ნახე როგორ შეეშინდა არესი მაზლუმს. მაზლუმი ეხლა დომინანტია, მართლა ძალიან დომინანტია. ხედავთ ახლა ამ გათხრის მოძრაობას, ხო? ამბობს ამ ადგილის ბატონი მე ვარ, ნახე, ამ ადგილის ბატონი მე ვარ, ამბობს ეხლა. მაშინვე თავისი ავტორიტეტი დააფიქსირა, როგორც კი გამოვიდა. მაზლუმთან ავტორიტეტი არასდროს ირღვევა. მოდი აბა ბატონო, მოდი ჩემო ლომო. ამ ჩვენს მაზლულს თავარი მტერი ტაისონი ყავს. სად წავიდა ის ტაისონი? ნეტავ გარეთ არ გაცეულიკო, ჩხუბის შემდეგ ვეღარ ნახე. ტაისონ, მოდი ტაისონ. სად წავიდა ეს ტაისონი, მამა? ალბათ გარეთ გაიქცა. მოდით ვნახოთ. მაზლუმის დელა გავასეირნოთ. მოდი მაზლუმი, მეგობრებო. ერთხანს ავადიყო, იცით? ბიჭ თირკმელზე ქვა ქონდა, წამლებიც მივეცით. და ეხლა ძალიან კარგადაა. მაშინ კი სიკვდილი ძლივს გადაურჩა. ღმერთმა დაიცვა ჩვენი შვილი და ჩვენ დაგვიბრუნა. ოპერაციაც გავუკეთეთ, ეხლა ღმერთის წყალობით კარგადაა. ალბათ თირკმლის ქვა აღარ აქვს, რადგან დაბლოკვა აღარ ხდება. წამლებმა უშველა მას. ბეთვის დაუბრუნდა. ცხოველი იმ ავადმყოფობის შემდეგ ძალიან გამხდარი იყო. ახლა კი მაშალა ძალიან ლამაზია. მაზლუმ, მოდი მაზლუმ. მოდი ჩემო ლომო, მოდი. ეს სასეირნო თასმაც კარგი გამოდგა, ნახე ასე თავისუფლად სეირნობს. სხვანაირად ძალიან მღლის. მოდი შვილო. არა, არის, ნახე, ჭკვიანად იყავი. ნახე, ხედავ არის. არის, ეხლა მე მაზლუმს უყურებ, ხედავ? მაზლუმ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, აგა. ამბობს, ამ ადგილის მეფე მე ვარო. არესიც არაფრად ჩააგდო, არავის ყურადღებას არ აქცევს. ამ მაზლულს მაგარი შნო აქვს, მაგრამ კარგად გააკეთე შვილო იქ. უი, ჩვენი ეს. ტაისონ, მოდი. გარეთ გაიქცა ეს კაცი. თუ გარეთ გაიქცა, დავიჭიროთ. ჩვენს ტაისონს ბაღიდან გაქცევა უყვარს. ეს საქმე ცოტა პრობლემას გვიქმნის. მოდი მაზლუმო, მოდი ლამაზო ბიჭო, ნახე არის ეხლა მაზლუმი იქცევს. მოდი მაზლუმ. კარგი, არ ჩხუბი შეიძლება დაიწყოს, მოიცადე, ცოტა მოკლედ ხვნათ. მოიცადე მაზლუმ, ნახე, ასე არ უნდა აკეთო, ჩამოდი ქვემოთ. მაგალითად, როცა ასე აკეთებ, შეიძლება საყვარელად გამოიყურებოდეს, მაგრამ ჩემზე ავტორიტეტს სამყარებს ხვდები, ამას არ უნდა მივცეთ უფლება. ჭკვიანად იყავით. დედესთან ერთად ეს ორი ბანდად იქცნენ. დედესთან ერთად ეს ორნი, ხო იცი? არის, ძალიან იყვირე, საკმარისია, გაჩუნდი, ბიჭო, არ იყვირო. სად წავიდა ეს კაცი? ტაისონ ბაბა არ ჩანს, ალბათ გაიქცა, მეგობრებო. ტაისონთან ერთად მაზლუმი უნდა დამეყენებინა. მოდი მაზლუმ, მოდი ლამაზო ბიჭო. შენ ხო ყოველ წუთში ერთხელ შარდავ, არა წუთში, ყოველ ნაბიჯზე. არ ჩერდება ეს კაცი. კარგი არის, ჭკვიანად იყავი, მოდი მაზლუმ, მოდი ვნახოთ მაზლუმ ბაბას თვითდაჯერებულობა როგორია. მოდი მაზლუმ, მოდი ლომო ჩემო. ნახე. კარგი ალექს დამშვიდი. მოდი შვილო, მოდი მაზლუ. ან საერთოდ ნუ გავუროთ მაგაში, მოდი ვნახოთ. მოდი ლომო ჩემო, მოდი. არის, ნუ უახლოვდები ეს. პრესეზოში ნამდვილი ქაოსი იყო. მოდი მაზლუმი ქათმებთან გავუშვოთ. მოდი კარგი ახალგაზრდებო, დამშვიდი, თავი გამიბურვეს მეგობრებო. მართლა გეფიცები, თავი ამტკივდა. მოდი მაზლუმ, გადი. მაზლუმ, მოდი, გადი შვილო. გადი შვილო. კარგი, აქ დავხუროთ. ეხლა მაზლუმ შვიდად გავუშვებ. აქ იაროს. მაზლუმს ერთდროს ქათმებისთვის დაცვად ვაპირებდით, ხო? გუში ღამეც კი მეგობრებო, აქ ფისტიკი ძალიან ყებდა, ხო? ერთი გამოვედით, ნახოთ რა მოხდა, რა ხდება. აი იმ ლურჯი მტრედის სადგომის სახურავზე, იქ ერთი დედოფალა იყო თუ კვერნა აღარ ვიცი, ღამით ზუსტად ვერ დავინახე. ისეთი რაღაცა იყო, უცებ გამოვარდა, გაიქცა, ვერ დავიჭირეთ, მაგრამ ფისტიკი როგორ ყვიროდა, სიმაღლე არ ყოფნიდა,
და ფისტიკი ქვემოთ დარჩა, ჩხიპინით ყვიროდა, აქ რომ მოვედი, კვერნა პირდაპირ გაიქცა მეორე მხარეს, ვერ დავიჭირეთ. მართლა მისი აქ მოსვლა ძალიან ცუდი იყო, ჩვენს თავს უბედურებას დაატრიალებს. არ გამოვიდა, მოიცავ ნახო ეხლა მაზლუმი. მაგრამ ლეკვებიც აქ არიან, ფისტიკი უნდა ავიყვანო, მაშინ ვიფიქრე, მაზლუმიც აქ დარჩეს ფისტიკთან ერთად. მაგრამ არ გონია ფისტიკი ლეკვებს ავნებს, უბრალოდ ფისტიკი შეიძლება მაზლუმისგან გაღიზიანდეს. მაზლუმ, მამიკო, მოდი. მაზლუმს ასეთი თვისება აქვს, როგორც კი გამოუშვებ, ნახევარი საათი ასე შარდავს. მამრია, ყველგან თავის მამრობას აჩვენებს. აქ როგორ უნდა მივიღოთ ზომები არ ვიცი, მაგრამ ეს კარები და ყველაფერი რომ დასულდეს. თუ არ გამოვიდა ქვემოთ ერთი რიგი ცემენტი უნდა დავასხათ, მორჩა ძმაო, სხვა გზა არ არის. სხვა გამოსავალი აღარ აქვს. ქვემოთ ერთი რიგი ცემენტი უნდა დავასხათ. მოდის, იმიტომ რომ კვერნა, დედოფალა მოდის, ძარლსაც არ ერიდებიან. მოდი ჩვენს ლეკვებს შევხედოთ, ნახოთ რას აკეთებენ. აუ, ესენი ყველა სადგომიდან გამოსულა, ნახე? ნახე ესენი. ბიჭო, თქვენ რას აკეთებთ გარეთ, პატარებო, რატო გამოიქეცით სადგომიდან? ეგარ ვაკონტროლებთ ამათ. ესენი სულ გაქცევას დაიწყეს. სადგომის მარჯვივ მარცხივ რაღაცას ხსნიან და გასეირებლად გამოდიან. ფისტიკ, გოგო, შეხედე ამ ლეკვებს ცოტა. რატო აკეთებენ ესენი ოინებს? რას აკეთებთ გარეთ, ნახოთ თქვენ. შენ არც ერთს არ გააჩუქებ, მოული კიდეც, გული ძალიან მინდა, მაგრამ სად ავტოვოთ? მეგობრებო, ამ უმანკოებას შეხედეთ რა სილამაზეა, გულს წირავ მისთვის. მაშალლა ჩემს ლომს, მაშალლა ჩემს ლამას. მოიცადე. ყოველთვის ზაგლებს ვეფერები, ამჯერად ქათამიც მოვეფერო, ნახე? სად არის ჩემი ქათამი, ა? ესეც დადის, ეს გაუმაძღარი, ვერ ძგება, ეს გაუმაძღარია. ისიც ბოლოსაც ნუ ვიტყვი, მაგრამ ძველი ვიდეოების მაყურებლებმაც იციან, რომ აქ დაახლოებით 50 ესეთი იყო სახორცე ქათმებიდან, ალბათ 2 წელი გავიდა, ის დანარჩენები მაქსიმუმ 1 წელი იცოცხლეს, გასკდნენ და მოკვდნენ, ეს კი დაახლოებით 2.5 წელია ჩვენთანაა, ალბათ. სახორცე ქათამია, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვეულებრივ ესენი 1 წელზე მეც ვერ ცოცხლობენ, მაგრამ ამ გოგო მადლობა ღმერთს იცოცხლა, მეგობრებო. ეხლა თვალი არ ეცეს, ხო შევაკეთ ეს გოგო. თვალს არ ძღება, ძმაო, ნახე? თხების საკვებურაზე ადის, თავის თავსაც კი აწევს რომ იქ-ჭამოს. მოიცადე, დაგეხმარები, მოიცადე. ადე. ნახე რა გაუმაძღარია. ბავშვებო, თამაშობთ. მაზლუმ ძმას შეხვდით? მაზლუმ ძიასთან. ამის თავი ზუსტად ფისტიკს გავს. აი ეს სხვილის ნაწილი ცოტა უფრო გძელია, ხედავ? ეს ხო საერთოდ ფისტიკის ასლია, ნახე? კუძზე შავი ლაქა ფისტიკივით აქვს, ფისტიკს აქვს თეთრი ლაქა აქვს. არა, კისერზე გადასვლები, ფეხებზე დეტალები, ნახე, ფისტიკის ასლია. ცხვირიც ისეთივე გრძელი აქვს. გოგო, დაგიტოვო ჩემთვის. ლამაზო, დაგიტოვო შენ, არავის მიცე. მათ პატრონებს უძებნ, იცით, ჩემი ინსტაგრამის ანგარიშია, ტაიფუნდემი CTV. საკვების სანაცვლოდ ვასახლებ, მეგობრებო. საკვების სანაცვლოდ დავასახლებ. თურქეთის 91 პროვინციაშიც ვაგზავნით, თუ გაგზავნით, საფასურს გადაიხდით, იცოდეთ, მაგრამ ცოტა კიდევ გაიზარდონ, 10-15 დღე კიდევ გაიზარდონ, მერე ვისაც გინდათ რომ აიყვანოთ. ამიტომ მომწერეთ ინსტაგრამზე, ვილაპარაკებთ, მოვარაკებთ, მოვაგვარებთ, ნახოთ. მიდით, აქიალეთ, გარეთ არ გახვიდეთ, კარგი? კარგი, პატარებო, გარეთ არ გახვიდეთ, ცელქებო. ამათვისაც სინამდვილეში ღობიანი ადგილი უნდა გავაკეთოთ. ამათ აქედან სინამდვილეში ესენი, მაგრამ უფრო პატარები არიან. ვაპირებდი მეთქო, კვერნისა და დედოფალასგან დაიცავენ მეთქი, მაგრამ ესენი ჯერ კიდე ძალიან პატარები არიან. ფისტიკ, მოგბეზდა ლეკვები, აღარც უყურებ მათ. ხედავ ქათამს. მაშალლა ჩემს ქათამს. მაზლუმ ბაბამ რაქნა, ა? მაზლუმ, სად არის ის? გაიქცა ეს. მაზლუმი ყოფილა, მოდი მაზლუმ ბაბა. ნახე მაზლუმს, ნახე, დედეს როგორ უყურებს იქიდან. ჩემი ლომი. მაზლუმი ნელ-ნელა იხსნება. ეხლა მაზლუმი მამრი ძაღლია და ამიტომ თავის სუნს ტოვებს ტერიტორიაზე, ამით ავტორიტეტს ამყარებს და შემდეგ იწყებს თავისი თავდაჯერებულობის გამოჩენას. მაზლუმიც ეხლა ესე იქცევა. მაზლუმი ცოტა გვიან იხსნება, მაგრამ როცა გაიხსნება, კარგად დააკვირდი მაზლუმს. ნახე, ხედავ. არ ჩაერიო შვილო. ნახე გაიხსნა, დაინახე. მაზლუმი მაშინვე გაჯიქდა. ნამდვილი ლომის ნაშიერია. მაზლუმ, მამა გონს მოვიდა. მაზლუმ, მოდი ერთი მოგეფერო, მოდი მაზლუმ. ლამაზო შვილო, დაგტოვო დღეს ქათმებთან. სინამდვილეში ესეც უნდა ვცადო, მაგრამ მეშინია რომ დილით რამეს ავნებს. ნახე, ამ მაზლუმის მუცელი რა დიდია. ფისტიკ, ნუ ელევი შვილო, მაზლუმა შეიძლება გიკბინოს, გაიგე? შენ მათთან არ შეხვიდე. შენ წადი შენს ლეკვებთან.
კარგი ჩემო პატარა ვარჩაერიო. მოიცადე მაზლუმ, მოიცადე შვილო. ეს მაზლუმი ნამდვილი კაცია, ნამდვილი კაცი. ხედავ როგორ ბრაზდება. ნამდვილი კაცია ეს. აჰა, ყოჩახ ჩემ შვილს. ნელ-ნელა იხსნება, მოიცადე. ეხლა ჩხუბს მოვარიდოთ. ეხლა ფისტიქს რამე დაემართება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მაზლუმ ზოგჯერ ჭკუა ეკეტება, ესეთი ქცევები აქვს. მოდი მაზლუმ, მოდი მაზლუმ. მაზლუმ, თქვენ როგორ ფიქრობთ, სადო თუ არა ერთი გამით აქ დატოვება? აი ქათმებს რომ მივადგებით, შეიძლება ზიანი მივაყენოთ, თუ წინასწარ ვერ იტყვი. ერთხელ აზიაზე ეჭვი ქონდა, რომ მან იხვი დაახჭო, ეჭვი ქონდა, როცა აზია დავტოვე, იმ დროიდან აღარ მენდობი. მეგობრებიც ამბობენ, რომ მაზლუმი არაფერს გააკეთებს, თხებსაც არაფერი დაუშავა. დღესაც გადავწყვიტე მაზლუმ მამა თქვენთვის მეჩვენებინა, მეგობრებო. თავიდან იქ ჩხუბი მოხდა, ძალიან დამძაბა, მიხვდით? მართლა ძალიან დამძაბა, ამიტომ აღარ მინდა კიდე განმეორდეს. მაზლუმი ამიტომ პირდაპირ აქ მოვიყვანე. რა იცი რა ხდება, შეიძლება კიდე ვიჩხუბონ, რისკზე არ წავალთ. მაზლუმი მართლა ისეთი ცხოველია, რომ როცა ასე ჩხუბობს, ძალიან რთულია მისი გაკონტროლება, მიხვდით? ამიტომ მაზლუმის სიგიჟე ვინც იცის, კარგი, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიჩნდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, მშვიდობით, ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.